გამარჯობა, სასწორო როგორ ხარ? კეთილი იყო შენი მობრძანება არხზე და შენს კითხვაზე სასწორო. ჩვენ დავუკავშირდებით შენს ენერგიებს ამ დღეებისთვის. შეგახსენებ, რომ ეს არის ზოგადი გაშლები, ამიტომ გთხოვ აიღო ის, რაც შენ სიტუაციასთან რეზონირებს და რაც შეესაბამება, ხოლო რაც არა, ის გვერდით გადადო. ასევე შეგიძლია შეამოწმო შენი მთვარის და ასცენდენტის ნიშანი, რომლებიც უფრო მეც დაგანახებს იმაზე, რაც შეიძლება მოხდეს. შენს გაშლას დავიწყებ სასწორო ამ ძლიერი ორაკულით, რომელიც შენს აწმყო ენერგიასთან გვაკავშირებს. ახლა ვნახოთ, როგორ ვითარდება მოვლენები და როგორ წარიმართება შენი გაშლა. აქ საუბარია გაძლიერებასა და საკუთარი თავის წმენის ამაღლებაზე. მე გეტყოდი, მოემზადო იმისთვის, რომ თავი დაიმკვიდრო და რაღაც გააკეთო იმ გაგებით, რომ რაღაც გააფრწყინო, როგორც გეუბნება მედიცინის ქალია რა. შენი ძალა ახლა არის ამ ძალის ეფექტურად გამოყენება იმ გაძლიერებიდან გამომდინარე. არა, იმ ძლიერი ენერგიიდან გამომდინარე, რომელიც ამ მომენტში შენთანაა, რათა განახორციელო კონკრეტულად ის წამოწყება, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერ ქმედებად, რომელიც მოდის სამუშაო პროექტთან, ცხოვრებისეულ პროექტთან, ან იმასთან, რასაც შენ ახლა აკეთებ. რომ შენ მზად ხარ და გამზადებული, რომ ამას ასე გრძნობ, რომ ეს არის შესაფერისი მომენტი. რათა გადახვიდე მოქმედებაზე ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, რადგან ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივა. ასე რომ ფიქრობ, აქ შთაგონებაც არის. მე რაც ვგრძნობ, შენი მხრიდან არის ის, რომ არსებობს დიდი შთაგონება ამასთან დაკავშირებით. და ასევე ვგრძნობ, რომ შენ ხედავ, რომ გარკვეულწილად ეს იმის მაჩვენებელია, რომ დადგა მომენტი, რომელსაც ელოდი. ასე რომ მადლობა უნდა თქვა და შეუდგე მოქმედებას, რადგან არაფერი, რასაც ამ მომენტში გააკეთებ, არ შეიძლება ცუდად დასრულდეს. ასე რომ მოემზადე ამისთვის, მოემზადე კეთებისთვის, დაგეგმვისთვის, ორგანიზებისთვის, გადახედვისთვის, შეცვლისთვის, ყველაფრისთვის. რადგან საბოლოო ჯამში ეს არის წარმატების მომენტი, მეტი არაფერი. ეს არის მომენტი, როდესაც გაძლიერება, რომელიც ძალიან არის დაკავშირებული პასუხისმგებლობასთან, გაძლევს ახალი მიზნის მისაღწევად მოქმედების უნარსაც. ყურადღებით იყავი ამასთან, რადგან ეს შეიძლება იყოს რაღაც ახალი, რაც ღმად დაამუშავე და ახლა ამ რწმენიდან გამომდინარე, სწორედ შესაფერისი მომენტია, რომ გააკეთო. ეს მომენტი დგება იმისთვის, რომ გაბედულად იმოქმედო უეჭველად და უდიდესი წარმატებით. ვნახოთ, რას გვეუბნებიან აქ შენი მეგზურები, ვნახოთ, რას გვიჩვენებს ენერგია სასწორო. უკვე იცი, რომ ეს არის ზოგადი გაშლები. თუ გსურს შენი კონკრეტული შემთხვევის განხილვა, შეგიძლია დამიჯავშლო პირადი კონსულტაცია. ვებგვერდს ყოველთვის ხედავ აქ ვიდეოში, ასევე გაქვს დამაგრებული კომენტარი შენს ნიშანთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ ვებგვერდზე გადაგიყვანს და შეგიძლია აირჩიოს შენთვის სასურველი გაშლა. ვნახოთ, რას აჩვენებენ შენი მეგზურები. გარდა ამისა, ვგრძნობ, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად გამოგივა, რომ გექნება მოქმედების უფრო ფართო ველი და კიდევ უფრო მეტად შეძლებ განვითარებას და მრავალი გზით დაუკავშირდები ამ ყველაფერს. ასე რომ გეტყოდი, რომ ეს არის დიდი დიდების მომენტი. კარგი ზამთრის სამიანი, ზამთრის მეფე და ზამთრის ცხრიანი. არსებობს ჰაერის ენერგიები, შენსავით, რომლებიც გმხარდაჭერენ წონასწორობიდან და გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, მაგრამ ასევე არის სიტუაცია, რომელიც ამბობს, რომ ამ შეგიძლია დახმარება ითხოვო. შესაძლოა ამ სიტუაციამ მოითხოვოს სწორედ სხვა ადამიანების ჩარევა, რადგან შეიძლება თავს გრძნობდე ცოტა დაბნეულად, რადგან გაქვს ხმლების ცხრიანი. ასე რომ ზოგჯერ, როდესაც ხმლების ცხრიანი ჩნდება, ადამიანი მართლაც გრძნობს, თითქოს ვერ შეძლებს. არა, კარგი, აქამდე მივედი, ძალიან მაწუხებს ეს როგორ გამოვა, ეს როგორ ვაპირებ, რა შედეგი მექნება იმ ინვესტიციიდან გამომდინარე, რაც ჩავდე, როგორ შემხედავენ სხვა ადამიანები. ასე რომ ჩვენ ვაკეთებთ რეფლექსიას ამ ყველაფერზე და თითქმის ყოველთვის რეფლექსია ან დასკვნა იმისა, თუ როგორ გამოვა საქმე, ან როგორ გააკეთებ მას, არის ნეგატიური, დაბნეული და მცდარი. ასე რომ ეს მომენტი არის მოქმედების დაწყების და პროკრასტინაციის შეწყვეტის, ან იმ შიშის შენარჩუნების, რომელიც სრულიად უსაფუძოა და ყველაზე ცუდის წარმოადგენს. რადგან ამით შენ აძლევ უფლებას იმ შეშფოთებებს და შიშებს, რომ მართონ ეს საკითხი და რომ არ გამოვიდეს ისე, როგორც ჩვენ ველოდებით და რომ გაზვიადებულად იფიქრო ისე, როგორც არასწორია. და მიიღო წარმატების ნაცვლად ამ არაფერი ამ პრობლემა. ამიტომ ხმლების ცხრიანი ამბობს, საჭიროა საქმით დაკავება და ასევე დაკავება ენერგიით. საკუთარი ენერგიით ამ შემთხვევაში, რათა იყო 100%-ით კონცენტრირებული და ხელმისაწვდომი ამ ყველაფრისთვის. ნუ ვიფიქრებ ყველაზე ცუდზე.
შენ ნამდვილად გაქვს სიბრძნე, გამოცდილება, მიუკერძოებლობა და პროფესიონალიზმი. ზოგიერთ შემთხვევაში დიახ, ასეა. ამის გასაკეთებლად, ამაში განვითარებისთვის, ამაზე მოქმედებისთვის და იმისთვის, რომ საუკეთესოდ გამოგივიდეს. თუ ასე არ არის, შენ განიხილავ რჩევის თხოვნას, მხარდაჭერის თხოვნას, რადგან ზოგჯერ გვაქვს იდეა, გვაქვს კაპიტალი, გვაქვს მასალა, გვაქვს ცოდნა, მაგრამ არ გვაქვს ის, რაც შეიძლება იყოს პროფესიული გარანტია იმისა, რისი გაკეთებაც გსურს და გვჭირდება მხარდაჭერა. კარგი, აქ არის ადამიანი, რომელიც ასევე მჭიდროდ არის დაკავშირებული ამასთან და შეიძლება გარკვეულწილად დაგეხმაროს. შენი შეშფოთება შეიძლება ასევე დაკავშირებული იყოს იმასთან, მუშაობ თუ არა შესაბამის ადამიანთან, რადგან ესეც შეიძლება იყოს. ასე რომ იქ მეუბნება, რომ არა, მართლაც არ ცდები, რადგან ის, რაც აქ ხდება, არის სიტუაცია, რომელიც წარმოიქმნება სხვა ადამიანის მეშვეობით, რომელიც მოგცემს უსაფრთხოებას და ძალიან ზუსტი იქნება იმაში, რასაც ამბობს. იმაში, რასაც ასრულებს ან რასაც ურჩევს. ახლა იცი რა ხდება? რომ ამ ადამიანთან ეს სიტუაცია შეიძლება გაგრძნობინებდეს თავს ცოტა არაკომფორტულად, რადგან ზოგჯერ არსებობს ინტერესთან ძალაუფლების ბრძოლა. ეს ნორმალურია ასეთი საკითხების დროს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს სურს შენზე გადავლა ამ პირიქით, არამედ მათ უნდა მოაგვარონ ის თუ რა არის ეს ურთიერთობა ამ ადამიანთან. არის სიტუაცია, რომელიც იკურნება და შენ ათავისუფლებ, რადგან ხმლების სამიანი გველაპარაკება ტკივილის შემსუბუქებაზე, არა რომ მალე დაიწყებ თავს გაცილებით უკეთ გრძნობდე იმ ტკივილთან დაკავშირებით, რაც იყო. ამ სიტუაციიდან გამოხვალ გაცილებით გაზრდილი და გაძლიერებული, რადგან სევდა ჩანაცვლდება დიდი სიხარულით ან ბედნიერებით. ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ ადრე გინდოდა ამის გაკეთება და არ გამოგივიდა და ამიტომ ეს სიტუაცია, რომელიც კვლავ ჩნდება, რომელსაც უკვე ხედავ, რომ ყველაფერი მზად არის გასაკეთებლად და გაურკვევლობა გავსებს, გაგონებს იმ მომენტს, როდესაც საქმეები არ წავიდა ისე, როგორც ელოდი. პირიქით, საკმაოდ განსხვავებულად დასრულდა. და აკეთებ იმ დასკვნას, ანუ აკეთებ იმ კითხვას და მიდიხარ დასკვნამდე რეალობაში, რომელიც მცდარია, მას აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო ამასთან. მაგრამ ასევე გაძლიერება მოდის ტკივილის, სევდის დაძლევის, გვერდის გადაშლის და ამ სიტუაციიდან გაზრდის შედეგად. და არა ტკივილის არჩევის გაგრძელება, ან უკეთესად რო ვთქვა ტკივილის. გამოიღე ამ სიტუაციიდან ის სწავლა, რაც გამოიწვია ჭრილობამ, რადგან ცხადია, ეს არის ხმლების სამიანი. ამიტომ ეს შეიძლება იყოს ჭრილობა ურთიერთობაში კონკრეტულად, ან რაიმე ტიპის პროექტში, რომელიც ფრუსტრირებული გამოვიდა, ან რაიმე სიტუაციაში, რომელშიც ჩადე მთელი შენი ენერგია და ცოდნა და არ გამოვიდა ისე, როგორც ელოდი. როგორც არ უნდა იყოს, იქიდან ძალიან გაძლიერებული გამოხვედი და ის საგნები, რომლებიც ახლა წარმოიქმნება, აბსოლუტურად არაფერ შუაშია ამჟამინდელ რეალობასთან, მაგრამ გარდა ამისა, არაფერ შუაშია წინა რეალობასთან, ბოდიში. მაგრამ გარდა ამისა, წარმოიდგინე, რომ ჩვენ ვსაუბრობთ საინტერესო ადამიანზე, ვინმეზე, ვინც შენით არის დაინტერესებული. ხმლების მეფე შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც პირდაპირ უყურებს შესაძლებლობას, რომ მიგიღწიოს შენ ცხოვრებაში მოვიდეს, ისაუბროს, მოაგვაროს სიტუაცია დიალოგების მეშვეობით. ეს ადამიანი არ ფიქრობს ისე ადვილად შენგან დაშორებას, არა, რადგან შესაძლოა შენი შეშფოთება და გაურკვევლობა ამასთან არის დაკავშირებული. წარმოიდგინე, რომ ახლა გადის ბლოკირების სიტუაციას ვინმესთან, სადაც გაწყდა დიალოგი, კომუნიკაცია და ეს გაშფოთებს ან ცუდ მდგომარეობაში გაგდებს, გაღონებს, ძილის საათებს გაკლებს. ან შეიძლება იყოს ის, რომ შენ ცდილობ მივახლოვდე ადამიანს და ის ადამიანი გადის ამ სიტუაციას. როგორც არ უნდა იყოს, აქ გვეუბნება, რომ თუ გსურს ამ ჭრილობის და ამ დისკომფორტის განკურნება, საჭიროა პირველ რიგში რაღაცის აღიარება პირად დონეზე, აღიარო ის, რასაც მეორე ადამიანიც გრძნობს, ფიქრობს ან სურს თქვას და გაუთანაბრდე. არ შეიძლება იყოს კომუნიკაციის დასაწყისი, რადგან ცხადია, როდესაც არსებობს ხმლების მეფე, რაღაც მკაფიოდ უნდა იქნას კომუნიკირებული, სიმართლე ჩანს. და ეს ძალიან ხელსაყრელია შენთვის. თასების ოთხიანი, უკმაყოფილების კარტი, კვერთხების მეფე და კოშკის კარტი. კარგი, ეს ძალიან გამჟღავნებულია, რადგან ფეხს ედგები მტკივნეული არაკომფორტული სიტუაციის შემდეგ, არა? ამიტომაც გაძლიერება ფსკერს მიაღწია ფაქტიურად. მაგრამ ამის მიღმა, კოშკი არის კარტი, რომელიც გველაპარაკება დიდ ტრანსფორმაციაზე. კარგი, რაღაც რასაც თავისთავად ცხადად თვლიდი, არა? ამიტომაც იყავი ისე, როგორც იყავი. როგორც ადრე გითხარი რაღაც, რასაც თავისთავად ცხადად თვლიდი, რაღაც, რასაც მთელი ცხოვრება აძლევ, რაღაც, რასაც ამბობდი აქ დავრჩები, სანამ მინდა ამ ადამიანთან ყოფნა, ან ამ სამსახურში, ან ამ სახლში, ან ამგვარად. რადგან ეს შეიძლება იყოს ასევე ფორმა, რომლითაც ჩვეულებრივ მოქმედებდი. და კოშკი გეუბნება.
არა, ეს სიტუაცია აღარ გამოდგება. უნდა აღიარო, რომ უნდა გააცნობიერო, რომ რაღაც აღარ გამოდგება და იმავე მომენტში, როდესაც აღიარებ, მოდის გაძლიერება, მოდის განათება, მოდის მსხვერპლობა და კრიზისი, რომელსაც ადამიანი გრძნობს საშინელებად ფეხზე დასადგომად. და არ მაინტერესებს, რას ვფიქრობ კოშკზე და რას გეუბნებიან იქ სხვა ვიდეოებში, ეს ასეა. კოშკი არის გამჟღავნებული ტრანსფორმაციული კარტი, რომელიც გეხმარება გააცნობიერო, რომელიც გაღვიძებს, რომელიც გამოგიყვანს კომფორტის ზონიდან, რომელიც აღარ გამოგადგება. და რომელიც ასევე აჩვენებს, რომ საკმარისად ქმედით უნარიანი ხარ, რომ არ მისცე უფლება манипуლირების მეტად, რომ უკვე არის საკმარისია. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება, ეს არის ჩემი სიმართლე და მე არ გავაგრძელებ პირობითად ყოფნას, იმ რეალობასთან, რომელიც აღარ მხარს მიჭერს, რომელიც არ მაძლევს სარგებელს და არც აზროვნების ფორმას და არც იმ იდეის შენარჩუნებას, რომელიც არ მიმიყვანს გაძლიერებამდე, ან რომელიც ნაკლოვანებას მიტოვებს. რადგან შეიძლება იყოს ასევე, რომ შენ ცდილობ მოაგვარო სიტუაცია კონკრეტულად ეკონომიურად მაგალითად. ასე რომ არის გამოცხადება და რეალობა, რომელსაც შენ უპირისპირდები ამით. და კარგი, ეს ის არის, რაც ხდება, როდესაც კოშკი ჩნდება. ის ელვა იქ უბრალოდ არ არის. ელვა მოდის იმისთვის, რომ გაგვინათოს თავი. ცნობიერება გვეთქვას, კარგი, დროა გაღვიძების. გამოიღვიძეს სასწორო. ასე რომ ეს არაფერია მეტი გარდა ამისა. და ჩვენ იქ გვაქვს კვერთხების მეფე. კვერთხების მეფე არის ვინმე, ვინც მხარს გიჭერს. შენ ფიქრობ, ბოდიში, სასწორო, რომ შესაძლოა ეს არასოდეს დასრულდება, ეს იქნება ძალიან არაკომფორტული. როგორ გადავალაგო თავი? დიახ, რა თქმა უნდა, ქარლას მართალია, ეს მე უკვე აღარ მხარს მიჭერდა, არ გამომადგება. მაგრამ ძალიან ლამაზია, რომ ის ამბობს ამას. ის ვინც ამას გადის, ან ის ვინც ამას განიცდის, მე ვარ. და რა მოხდება ჩემთან, როდესაც ამ პირობითობიდან გამოვალ, ან ამ სიტუაციას გავეცლები? კარგი, ის რა ჩემთან მოხდება, არის ის, რომ გამოხვალ გაძლიერებული, უფლებამოსილი. ამას მე არ ვამბობ, ეს მედიცინის ქალმა თქვა. მაგრამ გარდა ამისა ნგრევა, რომელიც ჩნდება როგორც ის კრიზისი, რომელიც რეალობის იმ უზარმაზარ დარტყმას გაყენებს, არის გაცნობიერება იმისთვის, რომ გათავისუფლდე. ზოგიერთი ამას მიიღებს როგორც ძალდატანებით თავისუფლდები, სხვა გზა არ არის. სხვა გზა არ არის, რადგან რაც უფრო მეტად ეწინააღმდეგები და რაც უფრო მეტად უარყოფ, მით უარესია. ასე რომ გზა და ეს არის მომენტი, როდესაც ნამდვილად ძლიერია, დიახ ძლიერია, მაგრამ ნამდვილად აუცილებელია იმისთვის, რომ ის, რასაც ააშენები იმ უსაფრთხოებიდან, იმ გაძლიერებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო და განსხვავებული. შეუძლებელია რაღაცის აშენება შიშის ფონზე, ეს უნდა აშენდეს სიყვარულით და უსაფრთხოებით და არა იმ დაუცველობით, რომელსაც ის გაძლევს. ეს არ არის სიმშვიდე, რადგან შენ იმ კოშკში გაქვს ის მენტალური სიტუაცია, რომელიც გაწუხებს. ასე რომ ეს სტრუქტურა უკვე პირობითად არის შეკრული შიშთან და უნდა თავიდან აიცილო, ზუსტად უნდა მიხვდე, რომ საკმარისად ქმედით უნარიანი ხარ, რათა მიუდგე ამ რეალობას, მიიღო ეს სიმართლე, ეს გამოწვევა, რადგან უკვე აღარ შეგვიძლია ასე გაგრძელება არც იმ იდეალიზებულ ურთიერთობასთან ერთად და არც იმ იდეალიზებული გზით. მორჩა, დასრულდა. ასე რომ ის სტრუქტურა, რომელიც უნდა დაინგრეს, დაინგრევა, რომელიც კომფორტს და დაცვას განიჭებდა და შენთვის რაღაც მომენტში ღირებული იყო, ხა იშლება. და ჩვენ არ დაუშვეთ, რომ შენ იმ კოშკთან ერთად დაეცე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ფეხზე მყარად დადგე იმ შემთხვევაში თუ დაეცემი. რადგან შესაძლოა მანამდე გააცნობიერო ყველაფერი და წახვიდე. კვერთხების მეფის კარტი არის ზღაპრული კარტი. იქნება ეს ადამიანი, რომელიც იქ არის და გეხმარება, გელოდება, გაკავებს, მხარს გიჭერს და უპირველეს ყოვლისა გაძლევს დაუყოვნებლივ გადაწყვეტილებებს მას შემდეგ, რაც ამ ადგილიდან გამოხვალ. მე ვგრძნობ, როგორ ტოვებს თქვენგანი ბევრი სამსახურს, წლების სამსახურს, ან წლების ურთიერთობას. და იქ კვერთხების მეფე ელოდება. იქ იყო ხმლების მეფე, მაგრამ მე მას თქვენთან ძალიან ახლოს ვხედავ, იმ გაგებით, რომ ეს ადამიანი აკვირდება შენს საჭიროებებს, შენს პრობლემებს, შენს ადგილას, იმას, რაც შენ გჭირდება ამ მომენტში. ასე რომ ეს ადამიანი არ დაუშვებს, რომ ცუდად იყო, იქნება ეს ინტერესის მქონე პირი, ოჯახის წევრი, მეგობარი, უფროსი, ვინმე, ვისაც სურს, რომ მასთან იყო, რადგან ეს ადამიანი ნამდვილად გაფასებს, იცის შენი ფასი. ასე რომ ის ელოდება, როდის გახდები ხელმისაწვდომი, რათა შენს გვერდით იყოს აქტიური პოზიციიდან, შეზღუდვების გარეშე ძალიან კეთილი პოზიცია, სტრატეგიული პოზიციიდან თუ ეს სამუშაოს ეხება. და შენ იღებ რაღაცას, რისი მიღწევაც შესაძლოა, აქაც გსურდა, რადგან ცხადია, ეს არის ენერგია, რომელიც შენ გაგაჩნია.
ასე რომ ვფიქრობ, ეს კარტი შენ პრივილეგირებულ ადგილას გაყენებს, ლიდერობის და ასევე ჯილდოს ადგილას. თუ შენ თასების 4-იანში ხარ, ეს იმიტომაა, რომ რაღაცნაირად ელოდი, რომ ამ ადგილას რაღაც შეიცვლებოდა, ან ეს სიტუაცია რამე შეცვლიდა და ხედავ, რომ არა, რომ ეს შესაძლებელი არ არის. ასე რომ თასების 4-იანი გეუბნება, უნდა მიხვდე, რომ შენ წინაშე სხვა შესაძლებლობაა, კვერთხების მეფე, ხმლების მეფე. თითოეულმა იცის, რა სჭირდება ამ მომენტში. მაგრამ მიუხედავად იმისა, ქალია თუ კაცი, ის, რასაც ეს კვერთხების მეფე მოუტანს სასწორს, არის წარმატების მრავალი შესაძლებლობა. და ასე იწყება შენი გაშლა, ან ეს ხარ შენ თვითონ როგორც კი ამ პირობითობიდან გამოდიხარ, ეხუტები სრულყოფილ წარმატებას, ნანად უსაფრთხოებას, იმ მნიშვნელობას, რომელიც შენ გჭირდება იმისთვის, რომ ჩაითვალო სამსახურისთვის, ადამიანისთვის, ადამიანის ცხოვრებაში, ან როგორც არ უნდა გინდოდეს საკუთარი თავის პოზიციონირება ისეთ ენერგიაზე, რომელიც ასეთი დამაჯერებელი არა. ფიქრობ, აქ ძალიან კარგად განსაზღვრავ იმას, რაც შეიძლება იყოს ამ მადლიერება, რადგან თუ შენ ხარ ის, ვინც კვერთხების მეფეზე დგას, ძალიან გულუხვი იქნები მათ მიმართ, ვინც გეხმარება ამ მომენტში. მაგრამ თუ ეს არის ვიღაც, ვინც ელოდება, რომ ამ სიტუაციიდან გამოხვიდე, რათა დაგეხმაროს, ან ხელს გიწოდებს ამ მომენტში, შენც ასევე გულუხვი იქნები მის მიმართ, როდესაც ამის გაკეთება შეძლებ. ეს არის სიტუაცია, სადაც მეუბნება, რომ ვიღაც მოქმედებს სურვილის ან ოცნების გამო, ოცნება, რომელიც მას შენთან სურს, ან შენ ამ სიტუაციასთან. ბრძნობ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ისინი იზიარებენ სურვილებს და საჭიროებებს და კმაყოფილება, რომელიც ამ სიტუაციაში გამოჩნდება, არის მიღწევები და სარგებელი სასწორისთვის, მაგრამ ასევე ვიღაც სხვისთვისაც. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის მომენტი, როდესაც იღებ ძალიან სასარგებლო სიტუაციას, რომელიც გეკუთვნის და სრულად გაკმაყოფილებს. ამ ადგილას დარჩენა არაფერს მოგიტანს, ხო? ამიტომ უნდა მიხვდე, რომ დადგა დრო მოძრაობისა და უპირველეს ყოვლისა ამ შესაძლებლობის მიღებისა, რომელიც საკმაოდ ხელსაყრელია. კარგი, აქ ის მესაუბრება დიდ ტრანსფორმაციაზე და ტრანსფორმაცია არის კოშკი. შენ განიცდი უზარმაზარ ცვლილებებს და ზუსტად ახლა ისინი მოაქვთ დიდ კურთხევებს. ვფიქრობ, მე აქ მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. კურთხევები შენთვის სასწორო არის ახლა და იქნება ყოველთვის.